შემუშავებულია საკანონმდებლო ცვლილების პაკეტი, რომლის მიხედვითაც უცხოური დონორის მიერ გრანტის გაცემის წესი დარეგულირდება. მმართველი გუნდის ინიციატივა მიზნად ისახავს ქვეყნის ინტერესების დაცვას. უცხოური წყაროსგან მისაღებ გრანტთან დაკავშირებით სავალდებულო გახდება საქართველოს მთავრობის, მის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს თანხმობა. გრანტის მიღების მონიტორინგს არაკორუფციული ბიურო უზრუნველყოფს. სამწუხაროდ ეს იქცა ჩვეულ საქმედ, რომ ხდება დაფინანსება პოლიტიკური პარტიების, ხდება დაფინანსება საარჩევნო კამპანიის ქვეყნის გარედან. ამიტომ ამას რა თქმა უნდა სჭირდება შესაბამისი მოწესრიგება. დონორს შეეძლო პარტიისთვის უსასყიდლო სემინარები თუ პარტიული რაღაც განვითარების რაღაც პროგრამებით ასე ვთქვათ თანხა გაეღო ამ პარტიისთვის. და ჩვენ ვნახეთ, რომ იყო სქემები, რომლითაც ხდებოდა პარტიების დაფინანსება. შეგახსენებთ, რომ პარტია დროას შემოვლითი სქემებით აფინანსებდა ევროკავშირის ბიუჯეტიდან, ევროპის დემოკრატიის ფონდი, ჩუმად. ასევე ბევრი ასეთი პოლიტიკოსი, რომელსაც აღიარებული აქვს, რომ იღებდა სხვადასხვა თანხებს, სხვადასხვა ფონდებიდან. ჩვენ ხედავთ, რომ გასცემენ, მისცემენ ფულს, შემდეგ ამ ფულით ხდება მოლოტოვის კოქტეილის რეკლამირება, ხდება ფაშისტური კამპანიების განხორციელება, ხდება ძალადობრივი აქტები. ეკითხები დონორებს, ისინი ხელს იბანენ, რომ რაღაც პასუხისმგებლობა მათი თითქოს არ არის. ასე რა თქმა უნდა არ გამოვა და არ შეიძლება. ჩვენ აქამდეც, რაც საქართველო არის დამოუკიდებელი სახელმწიფო, მას მერე გვაქვს კანონი, რომელიც მოქმედებს ასევე ნებისმიერ სხვა ცივილიზებულ ქვეყანაში, რომ საგარეო დაფინანსება პოლიტიკური საქმიანობისა არის აკრძალული და რომ საგარეო დაფინანსება პოლიტიკური პარტიების არის აკრძალული. შესაბამისად, ახლა ხდება იმ, ასე ვთქვათ, საკანონმდებლო ხვრელების ამოვსება, რომელიც არაკეთილსინდისიერ ადამიანებს, არაკეთილსინდისიერ აქტორებს აძლევდა საშუალებას, რომ კანონის გვერდით ავლით საგარეო დაფინანსება წამოსულიყო პოლიტიკურ პარტიებზე და საგარეო დაფინანსება მოხმარებოდა პოლიტიკურ აქტივობებს. ჩვენი არაერთი თხოვნით თუ მოთხოვნის მიუხედავად, რომ გაესაჯაროებინათ გარკვეული თანხები და საზოგადოების წინაშე უფრო მეტი ანგარიშვალდებულობა და გამჭვირვალობა უზრუნველყოთ, იცით საზოგადოებამ იცით ძალიან კარგად, რომ არანაირი რეაგირება არც დონორი ორგანიზაციებისგან, არც განმახორციელებელი ორგანიზაციებისგან არ ყოფილა. ჩვენ რა თქმა უნდა, როგორც პასუხისმგებლიან ხელისუფლება ვაპირებთ ამ კანონის მიღებას, რაც უზრუნველყოფს ერთის მხრივ იმას, რომ გრანტიორმა და დონორმა ორგანიზაციებმა ხელისუფლება შეუთანხმონ თითოეული გრანტი და მეორეს მხრივ ეს უზრუნველყოფს ამ საგრანტო პროცესის საზოგადოების ინტერესებში ჩასმას და ინტერესებზე მომსახურებას.